მზია ამაღლობელი არის კარგი кейსია. არაფერ შუაში არ არის სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენასთან. ახლა მზია ამაღლობელმა რო აღიაროს დანაშაული პირობითად და თქვას რომ დიახ მე გავარტყის სილა პოლიციელს. შეიძლება თუ არა ჩვენ ჩავთვალოთ რომ რამე შეიცვალა ჩვენთვის. ამის მერე დამნაშავე გახდება ჩვენთვის მზია ამაღლობელი. ის ადამიანები პირობითად ვიცით აქამდე რომ პოლიტპატიმრები არიან. იმ ხალხმა სწორედ აი ამის საპასუხოდ რაც კოცებმა თქვეს. შეთანხმებულად ყველამ ისე რომ გარეთ პოლიტიკური პარტიები და ჟურნალისტები რომ ამათ არ ლანძღავდნენ ამის გამო ის ღალატად არ ითვლებოდეს, არამედ იყოს ოპოზიციის ერთიანი შეთანხმებული ტაქტიკა ადამიანების ციხიდან გამოყვანის მიზნით. მე ვფიქრობ, რომ ეს არის სწორი მიმართულება. მე არ ვიძახი იმას, რომ 100%-იანი გამოუშვებენ. თუ ხელისუფლებას უნდა ვიღაცის გამოშვება და საბაბს იმიზეზებს, რომ მე კი მინდა გამოშვება, მაგრამ ვერ უშვებ ას შემდეგ. ადამიანები, რომელიც 2 წლის განმავლობაში აქამდე მიგვაჩნდა, რომ არ არიან დამნაშავეები, იმის გამო, რომ თუ ერთმანეთთან შეთანხმებით, როგორც საერთო კამპანიის ნაწილი ასე იტყვიან რომ აი ჩვენ რაღაცა აი გიჟობას გვაბრალებენ, ვაღიარებთ ამ გიჟობას, ოღონდ ვაღიარებთ იმ გაგებით კი არა რომ ახლა თუ გარეთ დამხვდარი ადამიანები იტყვიან რომ იცი რა ეს ჩვენი შეთანხმების საგანია. ჩვენ ამ ხალხს არ ვლანძღავთ. ეს არის სწორი ფორმა ქართულ ოცნებასთან ურთიერთობის და შემდგომი ბრძოლისთვის მომზადების და ასე შემდეგ. ჩემი აზრით ეს კოზირი უნდა გამოეცალოს ხელისუფლებას. ეს ხო რატოა თან გაკეთებული? ხელისუფლებამ მიუსაჯა 7 წელი, 5 წელი დაურიგა ხალხს წლები და ზოგადად იცის რომ ვინც ახლა მოინანიებთ იმას გამოგიშვებთ. და ეს თავისთავად თუ ეს მოხდება ქაოტურად და ეს მოხდება ქაოტურად საბოლოო ჯამში, ეს უფრო დააზიანებს ამ ერთიან პროტესტს და ერთიან ფრონტს. და ბევრად უფრო სწორი იქნება რომ ახლა შედგეს კონსენსუსი ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებში იქნება ეს პოლიტიკოსებში იქნება თუ მედია საშუალებებში რომ მათ მხარი დაუჭირონ ამ პოლიტიკური პატიმრების ამგვარ ქმედებას. ზოგადად მე მგონია რომ ოპოზიციურ სივრცეში უნდა არსებობდეს ესეთი მიდგომა რომ ჩვენ როგორც არ მივიჩნევთ პროკურორის მიერ წარდგენილ ბრალს სერიოზულად იმ გაგებით რომ ის სამართლებასთან კავშირშია აღიარება ხო არ შეიძლება არაფერი მტკიცებულება თუ არ გაქვთ და ვიღაცა თქვენ რო ამბობდეთ არაფერი მტკიცებულება არ მაქვს თქვენს მიმართ და ამბობდით რომ მე გავძარცვე ბანკი მაგრამ არც ერთი სხვა მტკიცებულება არ მაქვს ბანკიც ადგილზეა ყველაფერი ადგილზეა მე ხო თქვენ იმის გამო რომ თქვენ თქვით ბანკი გავძარცვეთო ბანკი ძარცველად ვერ გამოგაცხადებთ აღიარება არ შეიძლება იყოს ერთადერთი მტკიცებულება თუ ეს არის ადამიანების გარეთ გამოსვების საშუალება და რაღაცნაირად ამ ადამიანებში ვინც ამით ისარგებლებს მათი რეპუტაციის შენარჩუნების საშუალება მე ვფიქრობ, რომ ეს გასაკეთებელია. ვიცით, რომ ყველა პატიმარს უნდა გარეთ გამოსვლა. ეს პატიმრის ბუნებრივი ინსტინქტია. და შენ თუ აქედან ზეწოლას დაუპირისპირებ, რომ იცი რა თუ გამოხვალ შენ ცუდი კაცი იქნები, ახლა ფიქრობს ადამიანი, რომ ამდენი ხანი ვიჯექი ციხეში და რატო გამოვიდა ცუდი კაცის სახელით, მაგრამ კაი კაცის სახელით გამოვალ ცოტა ხანი. ნაკლებად მტკივნეული რომ იყოს მათთვისაც. მაგრამ არ უნდა იყოს საერთოდ მტკივნეული, კამპანია უნდა იყოს, ხალხო, მოდი ეს ვხნათ და მოდი დაბრუნდით ბრძოლაზე ბრძოლაში. ავტომატურად თუ ეს ერთიანი კამპანიის ნაწილი არ არის, ეს ხალხი გამოდის გალანძღული ამ პროცესიდან და მე კიდე არ მინდა ეს ხალხი გალანძღული გამოდიოდეს ამ პროცესიდან.